ქვემო ქართლში 1300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე აღდგება საირიგაციო მომსახურება. კომპანია საქართველოს მელიორაცია მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ შაუმიანის მექანიკური სარწყავი სისტემის და იმირასანის მაგისტრალური არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს. პროექტით გათვალისწინებულია 10 კილომეტრი დახურული საირიგაციო ქსელის მოწყობა. სარეაბილიტაციო პროექტი, რომლის ღირებულება 2.700.000 ლარზე მეტია, 2017 წელს დასრულდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის მიერ ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტში იმირასანის მაგისტრალური არხისა და შაუმიანის ატომის სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შედეგად მუნიციპალიტეტში 1300 ჰექტრამდე ტერიტორია იქნება გასარწყავებული. პროექტი დასრულდება მომავალ წელს. პროექტი, რომელიც ეხლა ხორციელდება, მოსახლეობა უწოდებს საუკუნის პროექტს, დაახლოებით 30 წელია წყალი არ ყოფილა ამ ზონაში, ეთდება ეხლა უყურებთ თქვენ მშენებლობას. აი ამის იმედად მოსახლეობამ უკვე მიმდინარე წელს დაიწყო მიწების დახმა, ათვისება და დამუშავება.